ნავთობკომპანია ფრონტერას წარმომადგენელი სტივ ნიკანდროსი ამერიკაში ოცნების სასარგებლოდ ლობირებდა. სტატიას ამ თემაზე რეპორტერ ლონდონი აქვეყნებს. სტატიაში საუბარია იმ ქმედებებზე, რასაც ნიკანდროსი ოცნების წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო ზომების გაუქმებისთვის მიმართავდა, მათ შორის კონგრესმენებისთვის გაგზავნილ წერილზე. მერაბ ტურავა კრიმინალური პოლიტიკის ჟურნალის საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოიღეს. გერმანულენოვანი გამოცემა წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია რეპრესიებში აქტიურად ჩართული პირებისთვის. ვაითქვე უტვინოებო, გარიცხვა კი არა, ჩემთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა შემადგენლობიდან გასვლა. ასე უპასუხა ტურავამ ინფორმაციას. უნგრეთი რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე ამერიკული სანქციებისგან მხოლოდ 1 წლით გათავისუფლდა. ტრამპის ადმინისტრაციამ უარყო სიარტოს განცხადება, თითქოს ქვეყანამ სანქციებისგან შეუზღუდავი გათავისუფლება მოიპოვა. უკრაინამ რუსი მაღალჩინოსნები და პუტინთან დაახლოებული პირები დაასანქცირა. დასანქცირებულია პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი, FSB-ს მეხუთე განყოფილების უფროსი ალექსეი კონკოვი, რუსეთის გენშტაბის მთავარი დირექტორატის ხელმძღვანელი და კიდევ რამდენიმე მინისტრი. ზელენსკიმ დაასანქცირა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრ ტუპიცკიც.